მგონია მათთან ერთად შეიმუშაო ეგ წეს. იქაც იქნება უკმაყოფილებაც იქნება, განსხვავებები ძალიან ბევრი იქნება, მაგრამ მანდ უკვე მოგიწევს ის, რომ რაღაცა შეჯამება შენ თვითონ გააკეთო, თუ ძალიან გადაუხვიეს და ძალიან აბსურდული რაღაცები თქვას, დააბრუნო ისევ იმ საუბარში და საბოლოოდ მიიყვანო იქამდე, რომ ყველაზე მაგას დიდი ხელოვნება ჭირდება და დიდი ემოციური ინტელექტი ასევე. ხო, ყველაზე დიდი მუღამი არის ის, მაგ შემთხვევაში არის ის, რომ ადამიანებს მიაღებინო ის გადაწყვეტილება, რომელიც შენ გინდა რომ მიიღო. კარგად მართვა ჯგუფი ისე, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს და თან ის გაიტანო, რაც შენ გინდა. ხო, იმის უნარი უნდა გქონდეს, რომ რაღაცები დამალო რა, ის რომ ადამიანები გადაწყვეტილებას მიიღებენ ისე, რომ ეგონებათ, რომ თავისი მიღებული გადაწყვეტილებაა და შენ არაფერ შუაში ხარ, იმათ მიიღეს ეგ. მაგ შემთხვევაში ჯილდო რაც შეიძლება მაგას მოყვეს, მაგალითად ის, რომ აი ჩვენმა მენეჯერმა ეს ვერ მოიფიქრა პირობითად და აი ჩვენ ჯგუფმა ისეთი მაგარი ტიპები ვართ, რომ ეს გადავწყვიტეთ, ეგ უნდა განუმტკიცო ხოლმე რა. ხო, ანუ არ არის მაინც და მაინც ჩაციკლა იმაზე საჭირო, რომ აი მე მოვიტანე და აი ეს გავიტანე და რამე ხო? მე ვარ. მნიშვნელობა აგრძნობინო და შეიძლება იგივე თანხwebdriver გამოდგეს უბრალოდ. თავად რომ მის მიღწევა ამან, რომ ისე მოხდეს რაღაცა, როგორც შენ გინდა მოხდეს.